გამარჯობა მეგობრებო, მამუკა კომახია გახლავთ დღეს ჩვენთან ერთად ანალიტიკოსი. დიდი მადლობა მამუკა შენი დროისთვის და ჩვენ არ გვისაუბრია ესეთ თემაზე, კარგა ხანია, თითქოს კარგა ხანია, მაგრამ რეალურად ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის, მაგრამ დღევანდელი ჩვენი პოდკასტის ძირითადი თემა ცხადია იქნება კონფლიქტები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, საოკუპაციო ზონები, საოკუპაციო ზონებში არსებული ვითარება, რუსეთის ახალი ინიციატივები, რომელიც სინამდვილეში ახალი არ არის, მაგრამ იძენს რაღაც ახალ ბრუნს და ბრჭყალებში ახალ სიცოცხლეს, რაც მეტწილად კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს და ზრდის ოფიციალურ თბილისზე ზეწოლის მექანიზმსაც და სულ უფრო და უფრო აჭერს წიხლს. Როგორი არის ამ ფონზე სტრატეგიული მოთმინება, ამაზეც ვისაუბროთ ცხადია, მაგრამ დავიწყოთ იმით, რა ვიცი, მაისი სრულდება ახლა და 9 მაისს ჩვენ ვიხილეთ წითელ მოედანზე, პუტინის გვერდზე საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისგან ორი ეგრეთ წოდებული ლიდერი, პრეზიდენტი, რასაც მოყვა კიდევაც შესაბამისი ინიციატივები და მოდი გავშალოთ ეს თემა, რა ინიციატივა მოყვა, რა იგულისხმება, რა არის ჩადებული ამაში და მერე ჩვენზე ეს ყველაფერი როგორ აისახება. ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით არის ბევრი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, მაგრამ სწორედ შენიშნე გიორგი ალბათ ყველაზე აქტუალური ახლა და ჯობია ამით დავიწყოთ, ეს არის 9 მაისის შეთანხმება, რომელიც მოსკოვში გაფორდა. ჯერ თავიდან იმას ვეტყვი, რომ ბოლო პერიოდში 9 მაისის ღონისძიებაზე, რომელსაც პუტინის საგანგებოდ მართავ წითელ მოედანზე, ის თითქმის რეგულარულად იწვევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერებს და ისინი ასე ვთქვათ, საპატიო სტუმრები არიან და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობენ ამ საზეიმო ღონისძიებებში. როგორც წესი, ამის შემდეგ მუდმივად ინდივიდუალური შეხვედრებიც იმართება ვლადიმერ პუტინთან და ისინი ასე ვთქვათ ორფრივ ურთიერთობის საკითხებს განიხილებენ. ამის შემდეგ ჩვენება ხდება და ამას ვთქვათ თავად ოკუპირებულ რეგიონებში როგორც რაღაც პროპაგანდის საშუალებას იმისთვის იყენებენ, რომ აი ისინი რაღაც რუსეთის ლიდერს შეხვდნენ. ამას მithვეს როგორც ბრჭყალებში საგარეო პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ასე შიდა პოლიტიკური მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ მაგალითად წელი გავიდა ისე რომ დე-ფაქტო ლიდერი ვერ შეხვდა პუტინს, ეს შიგნით რაღაცა მღელვარებას იწვევს, რომ ესე იგი იმ რაღაცა დე-ფაქტო ლიდერის პოზიციები შესუსტა და მას ასე ვთქვათ კრემლში აღარ მიესრულება და მისთვის კარები რაღაცა დახურული, ასე რომ ბევრი მიმართულება ამ კუთხითაც და თითოეული შეხვედრა რაღაცა ასე ვთქვათ პოლიტიკურ გავლენებსაც ახდენს, არა მარტო მოსკოვში, არამედ თავად ამ ოკუპირებულ რეგიონებში. ეხლა ეს 9 მაისი გამორჩეული იყო ალბათ უფრო ცხინვალის რეგიონისთვის, იმიტომ რომ ამ შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ ხელმილა მოეწეროს სამკავშირო თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას. ეს 2026 წლის 9 მაისი ალბათ შევა ცხინვალის რეგიონისა და მოსკოვის ურთიერთობაში როგორც ერთ-ერთი რაღაც მნიშვნელოვანი თარიღი, რამაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ლასვა თუ რას ნიშნავს ეს. და რატომ ვსვამთ ახლა ჩვენ ამ კითხვას, თუ რა შეიძლება ეს ნიშნავდეს, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის შეთანხმება უკვე გაფორმებული იყო ცხინვალის რეგიონსა და მოსკოვს შორის 2015 წელს, როდესაც ხელი მოეწერა სამკავშირო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას. სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აფხაზეთის შემთხვევაში შეთანხმება ცოტა სხვა სახელი აქვს, სამოქალაქო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქვია, ინტეგრაცია არ არის ნახსენები, რაც მიუთითებს იმას, რომ მანდამაინც აფხაზეთში რუსეთის ფედერაციაში უფრო მეტი ინტეგრაცია არ უნდათ. მათ უნდათ სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ну რაღაც დონეზე პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ მეტი რუსეთი მათ არ ჭირდებათ, ну აფხაზეთში ფიქრობენ, ასე ვთქვათ, როგორც სეპარატისტულ მთავრობაში, ისე რომ მოსახლეობაც ესეა განწყობილი, რომ ну ძირითადად ეთნიკურ აფხაზებზე რა თქმა უნდა საუბარი, რომ მათ რაღაც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო უნდათ, რომელიც კი ბატონო იქნება რუსეთის ახლომოკავშირე, მაგრამ ის იქნება დამოუკიდებელი გაეროს წევრი და მას ექნება ასე ვთქვათ ორფრივ ურთიერთობები, ხო? ამ თემაზე შეგვიძლია მე ვისაუბროთ როდესაც აფხაზეთზე გადავიდეთ. ეხლა ცხინვალის შემთხვევაში ეს არასდროს არ ყოფილა, იმიტომ რომ თავად როგორც მოსახლეობა, ასევე
დე-ფაქტო ოლიტა ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგაც, როდესაც ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა მოიპოვა გაეროს აგერ ხუთმა წერმა სახელმწიფომ აღიარა რუსეთის ჩათვლით, ისინი ყოველთვის აცხადებდნენ, რომ კი ბატონო, ჩვენ ეხლა ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენი ოცნება არის რუსეთის ფედერაციის შესვლა, იმიტომ რომ ამით ოსი ხალხი გაერთიანდება, რომელსაც დღეს რაღაც კავკასიის ქედი ყოფს და სხვადასხვა სახელმწიფოში არიან, იმიტომ რომ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასაც ისინი სახელმწიფოს ეძახიან, გაერთიანდებოდა ეს საუკუნოვანი ნატვრა და ოცნება ამ ხალხსა ახდენოდა. 2015 წლის შეთანხმებაში ეს სიტყვა ინტეგრაცია ნახსენები იყო და ის მინდა გითხრათ, რომ ძალიან დეტალური შეთანხმება იყო და ყველა მიმართულება სამხედრო, სოციალური, პოლიტიკური, საგარეოპოლიტიკური კუთხით, ყველანაირი კუთხით განსაზღვრავდა თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ინტეგრაცია და რაღაც სამოქმედო გეგმის კომპონენტებსაც კი შეიცავდა, ვთქვათ, რომ იქ რაღაცა უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართულებით. და სხვა ესეთი ბევრი რაღაც დეტალი იყო. ანუ პრინციპი ამის შემდეგ კიდევ ერთი ესეთი შეთანხმების მიღებამ რაღაცა ჩემშიც რაღაც გარკვეული ეჭვები წარმოშო, რაღაც სხვებშიც, ვინც ამას უყურებს, იმიტომ რომ გავსი რაღაცა იყო, ისედაც ინტეგრაციის საკმაოდ მაღალი ხარისხია ცხინვალის რეგიონის და რუსეთის შორის და რა შეიძლება ხო ეს ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ შეთანხმების მუხლებს ჩამოვყვებით, იქ არის საუბარი, რომ თქვა მაგალითად საგარეო პოლიტიკის კუთხით კოორდინაცია, უსაფრთხოების თავდაცვით, სოციალ-ეკონომიკურ კუთხით, მაგრამ რეალურად რა ხდება, ხო? ცხინვალის რეგიონი არის ძალიან პატარა რეგიონი, სადაც არაოფიციალური მონაცემებსაც 35,000 კაცი ცხოვრობს, ხო? ძალიან მცირეა ეს ნებისმიერ საქართველოში ალბათ რაიონებში საცხოვრობს, ხო? ამაზე მეტი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს. სამხედრო კუთხით ტოტალურად რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა სრულად აკონტროლებს, ასე ვთქვათ, რეგიონის უსაფრთხოებას და ეს იმფონზე, როდესაც 2008 წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული შეერაღებული ძალების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა. მაშინ როცა აფხაზეთში, რაღაცა ფორმით საკუთარი შეიარაღებული ძალები შეინარჩუნეს. ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში ნულზეა დასული, იმიტომ რომ ცხინვალის რეგიონში მოსახლეობას უთხრეს, რომ თქვა სურვილი თუ გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ აგერ რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზაზე იმსახუროთ და ეს ბევრთვის მიმზიდველი იყო, იმიტომ რომ უკეთესი ხელფასი, უკეთესი სოციალური პირობები, 2022 წლამდე ეს ძალიან მომხიბვლელი იყო, იმიტომ რომ ომი უკრაინაში არ იყო, აი უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უკვე რაღაცა აღარ მოეწონათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი დანაკარგი პროტესტი იყო ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი პროტესტი. რამდენია დანაკარგი? ეს და ღია წყაროების მიხედვით, რაც შემინი ნამდვილად დაუდასტრო, სადაც 105-დან 100 კაცამდეა დაღუპული. 36,000-ის პირობებზე არანორმალური. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რაც დადასტურებულია, ნამდვილად ვიცით. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება და ის ჯერჯერობით არ არის აფხაზია შეყვანილი. ეხლა მაგალითად დამიფიქსირებია ადამიანის დაღუპვა ამ ომში, თუ აი ჩამოასვენეს ცხინვალში, მაგრამ რას ვკითხულობთ, 2024 წლის შემდეგ ის ითვლება დაკარგულად. ანუ ზოგი 1 წელი, 2 წელი იყო შემთხვევა, მაგალითად 3 წელის დაკარგულად ითვლება, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც პროტოკოლია, თუ ადამიანი ასე ვთქვათ, მისი იდენტიფიცირება არ მოხდება, ასე სპეციალური ასე ვთქვათ, ანალიზი ტარდება იმისთვის, რომ 1 წელი ადამიანი რომ მყარი, ამით ჭირდება რაღაც განსაკუთრებული სამედიცინო ასე ვთქვათ, ექსპერტიზის ჩატარება, ამის შემდეგ ხდება დადგენა, კი ნამდვილად გარდაიცვალა, მაგრამ წარმოგიდგენთ ახლა ადამიანი დონბასში იბძვის. ანები საპროჟეს ხელს ვიტო იცი რომ დაკარგულია 2 წლის განმავლობაში. დიდი ალბათობით, არის ალბათ რომ შეიძლება ტყვეთაც იყოს, მაგრამ დიდი ალბათობის გარდაცვლილია და ამ 105 კაცს რაც ვახსენე რომ ნამდვილად არის დაღუპული ამ ბრძოლაში და ჩამოშვენებული ცხინვალის რეგიონში ზოგი რუსეთის ტერიტორიაზეცაა დაკრძალული. ამას ალბათ კიდევ ბევრი უნდა დაუმატოთ ჩვენ და მთლიანობაში რამდენი იბძვის ამას რომ მოვაყოლოთ რომ შეგვიძლია ვთქვათ სადღაც ალბათ 2000-2500 კაცამდე იბძვიან ცხინვალის რეგიონიდან. ეხლა სახელობით ამის მართულია, მაგრამ იგივე ღიობების წყაროებით, რასაც მაგალითად ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერები ამბობენ. ეს სხვა ინტერვიუების დროს, აი რუსებთან შეხვედრის დროს და ესეთი ისა რო შევადოთ მაგ აფხაზეთ, ხო აფხაზეთის შემთხვევაში სადღაც 80-მდე ადამიანია დაღუპული, რომელიც დადასტურებულად უთვისდა დაიღუპა. თუმცა ასევე შეიძლება იყოს იქაც უგზო-უკლოდ დაკარგულები, მაგრამ განსხვავება რა არის? აფხაზეთიდან გაცილებით ნაკლები რაოდენობაა წასული. შეიძლება რაც 200-მდე კაცია წასული, რაც მე გამიგია მომისმენია, რომ ამდენი კაცია ჩვენ. იქ ძირითადად პიატნაშკას შემადგენლობაში. პიატნაშკას შემადგენლობაში არიან და სხვებიც არიან, რომ სხვა მოხალისეური ბატალიონში იბრძვიან და იბძვიან და თან საინტერესო ის რომ ყველა ეს ეთნიკური აფხაზი არ არის. არიან იქ ეთნიკური ქართველებიც არიან, მინდა გითხრათ, სავარაუდოდ ისინი არ ქართველობენ, მაგრამ მაგალითად ქართულ სკოლებში სწავლობდნენ. ეხლა მსმენია მე მაგალითად დევნილებისგან რომ თბილისში ცხოვრობენ, მაგალითად ერთი დაღუპული მათი კლასელი იყო.
ნუ ქართველი იყო, ერთ-ერთი პირველი დაიღუპა სხვათა შორის საქმოდ ახალგაზრდა ბიჭი იყო. ოღონდ რუსეთის არმიაში მსახურობდა სხვათა შორის. ესეთი შემთხვევები ჩვენს გვაქვს, როცა არა მარტო მოხალისეები, ამ რუსეთის არმიის მოსამსახურე პერსონალია. მაგრამ მეოთხე სამხედრო ბაზიდან ცხინვალიდან ბევრია დაღუპული ესეთი, ანუ ადგილობრივი ოსი, რომელიც მსახურობს ცხინვალში დისლოცირებულ მეოთხე სამხედრო ბაზაზე და ის რუსის სამხედროა, ის ეთნიკურად არის ოსი ხო თორე. მამუკა, ბოდიში რა უნდა კითხო. ეს არის წახალისებული რუსეთის ფედერაციის და ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან, თუ ეს არის რაღაცა კერძო ინიციატივები, ასე ვთქვათ, რატო ვკითხულობ, რომ მაგალითად სტატისტიკა, რომელიც ქვეყნდება რუსეთის რეგიონებიდან წასული და დაღუპული ხალხის რაოდენობის შესახებ, ხო? იქ თავდაპირველად იყო მაგალითად ჩრდილოკავკასიელები უფრო მატულობდნენ. შემდეგ ბურიატები იყვნენ, რაღაც სხვა რესპუბლიკები იყვნენ, ანუ ეთნიკურად არასლავური წარმოშობის ხალხი და აი ამ შემთხვევაში როგორ არის აქ? ის და ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში ეხლა პროპაგანდა როა ესა წადით ომში, ესეთი ეხლა არ შეიმჩნევია, მაგრამ ეს რაღაცა დონეზე მაინც ახალისებული მე მგონია რომ არის, იმიტომ რომ რუსები ჩვენ დაგვეხმარენ, ისინი არიან ჩვენ უსაფრთხოების გარანტი ბოლო 2-3 საუკუნის განმავლობაში და ჩვენი ვალია რომ მათ დავეხმაროთ. ეხლა ოსების კონტექსტში უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაღუპვის მაჩვენო ჩრდილოეთ ოსედინაც არის. 1000 კაც დიდი ხანია გადაცილებულია, მაგალითად ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდი ამას, დღე არ გავიდოდა რომ არ ეთქვათ რომ მაგალითად დაიღუპა ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში ბრძოლის დროს. ხო, მაგრამ ბოლო პერიოდში ტელეგრამ არხები, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო ესეთ ინფორმაციის მისაღებად, ძალიან იშვიათად ხდება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. როგორც ჩანს, ძალიან ესეთია ცუდი პიარია, ასე ვთქვათ, ამ საქმისა, რომ აი ნახე რამდენი იღუპება და შეიძლება მოსახლეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს და ვიღაცემა გადაიფიქრონ იმ მომს წასვლა, მაგრამ ოსების შემთხვევაში მაინც ვფიქრობ, რომ თლათ ის არ არის ეს შემოფერხებელი ბარიერი. აფხაზებისგან განსხვავებით, რომ აფხაზები ნახე ახლა გაცილებით ნუ სამხრეთ ოსეთელებზე უფრო მეტნი არიან, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. ძალიან იქ როგორც ჩანს ეს არის ახალისებული და თავიდანვე იყო ამაზე აქცენტი გაკეთებული, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ჰერი ვართ. ჩვენ რო წავიდეთ დავიღუპოთ, ჩვენ ფაქტიურად გავნადგურებთ. ამ პრიზმიდანაც უყურებენ აფხაზები. ეს მაგათი დიდი ხნის პრიზმიდან არის ეს ყველაფერი. და ესეც გაგზელებაა და ეხლა ხორცაკეპია, ხო, ფაქტიურად ეხლა უკრაინაში რაც ხდება, ასე ვთქვათ, ყოველდღურად ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და ეხლა ეს აფხაზების შემთხვევაში მხოლოდ 80 იმიტოა, რომ რაოდენობაც მათი უფრო ნაკლებია. ეხლა მეტი რაოდენობის შემთხვევაში შეიძლება ესე უფრო მეტი ყოფილიყო. თან აფხაზების შემთხვევაში მარტო ეთნიკური აფხაზები არ არიან, რუსებიც არიან, სომხებიც არიან საკმაოდ ბევრი, ასე რომ აფხაზები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე სამხრეთ ოსეთელები, ანუ ესე შეგვიძლია ამის თქმა, თუ სამხრეთ ოსეთში უფრო მეტი წახალისება არის ვიდრე აფხაზეთში და ესეც ძალიან საინტერესო მომენტი არის, იგივე აი ამ ინტეგრაციის კონოტაციასთან მიმართებით, ხო? ანუ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. როგორც ჩანს, ცხინვალში უფრო ფიქრობენ, რომ ის რუსეთის ნაწილია. შესაბამისად, ამ ომს როგორც საკუთარ ომს ისე უყურებენ. აფხაზები როგორც ჩანს ამ ომს უყურებენ, როგორც ასე ვთქვათ, მოკავშირეების ომს. და რაღაცა მათი ვალია რომ დაეხმარონ, მაგრამ არა იმ დონეზე რომ მათ გენოფონდს შეუქმნას საფრთხე და ომის დასაწყისში ძალიან მკვეთრად ჩანდა მათ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ბრალსდებდნენ რომ აი რატო არ არის ესეთ მასობრივი წასვლა, ასე ვთქვათ, რატომ მონაწილეობს ესეთ ხალხი ცოტა, მაგრამ ნუ ესეთი ასე ვთქვათ, ბოდიშის მოხდა იყო ამაზე რომ ჩვენ ცოტანი ვართ, ჩვენ კი შეგვიძლია რა თქმა უნდა წავიდეთ, მაგრამ რაღაც რაოდენობა ჩვენი იმდენად მცირერიცხოვანია, ისინი ამბობენ 90-იანი წლების ომი, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის შველიებმა, სადაც დაიღუპა აფხაზები, რაღაცა ბევრი მე ემიგრაციაში წავიდა რთული ვითარების გამო და ეხლა ამის გამოც კიდევ ომში დააღუპა, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი გენოფონდი განადგურდება და ეს ინფოზე, როდესაც თავად აფხაზები ამბობენ, რომ მათი რეალური რაოდენობა აფხაზეთსაც 100,000 კაცია. ასე რომ 100,000 კაციდან რა ვიცი რო ავიდეს რამდენიმე ასეულზე საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ხო პროცენტებში და მით უმეტეს რომ მამაკაცები მიდიანობაში მამაკაცები უყურებიან და ეს რაღაც გენოფონდს მათ განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის, მაგრამ ეს მიდგომა სწორედ შენ ეს სიტყვა ინტეგრაციას მაგასთან რაღაცნაირად კავშირშია, ესენი უფრო თვლიან თავს რომ რაღაცა რუსეთის ნაწილი არიან და ამაზე პრეტენზიაც არ აქვს დამოუკიდებლობის, იმიტომ რომ ყველა დე-ფაქტო პრეზიდენტი ამის გაკეთებას ცდილობდა და ესეც ეს შეთანხმებაც რომელიც 900 მიიღეს ალბათ ამ სულისკვეთების გაგრძელება. იმიტომ რომ 2015-ში ესეთ ხელშეკრულება შეთანხმება გაფორმდა,
ეხლა მეც ბევრი კითხვა მიშნება, რა საჭირო იყო კიდევ ერთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც რაღაც დეტალები სიმართლე გითხრა არის დაზუსტებული, ან რაღაცა კონკრეტული ისა, მაგრამ ზოგადია, მას ბევრ ადგილაში მაგალითად სოციალურ-ეკონომიკური კუთხით რაღაც უფრო მეტი ინტეგრაცია, საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ასე ვთქვათ, სისტემების გაერთიანება. და ეს დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონი ჩავთვალოთ შეიძლება ინტეგრირებულია. ეხლა შემიძლია ეხლა ჩამოთვალო რამდენიმე მაგალითი თქვა, ხო? ჩვენ ეხლა სამხედრო კუთხით დავიწყეთ, სამხედრო უსაფრთხოების კუთხით, ხო? მეოთხე სამხედროებაზე სრულად აკონტროლებს თავდაცვის უსაფრთხოებას, რომელიც ავტობანსთან, ასე ვთქვათ, საქართველოს ცენტრალურ საერთო მაგისტრალთან რაღაც 1400-500 მეტრში მდებარეობას და ავტობანიდან ამის დანახვა შესაძლებელია დაკვირვებული თვალით, სადაც მდებარეობს ეს ტერიტორია, მათი აბრებიც, ასე ვთქვათ, ამ გზიდან ჩანდა. ეგრეთ წოდებულ საზღვარს, რაც საოკუპაციო ხაზია, ადმინისტრაციული ხაზი, რუსეთის უშრობის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო აკონტროლებს, რომელიც ბორდერიზაცია, გატაცებები და დაკავებები საქართველოს მოქალაქეებისას სწორედ მათი, ასე ვთქვათ, კურატორობით ხორციელდება, იმიტომ რომ პირველი ისინი ხვდებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ზოგი, ასე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კუთხით შედის, ზოგი რაღაცა ზოგს საკუთარი ნათესავი ყავს იქ, ზოგს რაღაცა სასაფლაოზე გადასვლა უნდა, ზოგი ეკლესიაში გადადის, ჩვენ ამის შემთხვევები გვაქვს, რაც ტრაიკული შემთხვევებით სრულდება, ხო? ეხლა გინტური შემთხვევებიც ჩვენ ტრაიკული, როდესაც რუსმა სამხედროებმა ეს რაღაცა დამიზნებით ესროლეს და დამიზნებით მოკლეს, ხო? ასე რომ სამხედრო კუთხით სრული კონტროლია მათ. ეხლა ეკონომიკური კუთხით რო ავიღოთ, ეხლა აფხაზეთში ეკონომიკური ცხოვრება რაღაც დონეზე არის. ტურიზმია, ვთქვათ, აფხაზეთი ახლა ცნობილი ტურისტული ადგილია, ყველა მიცის ამის შესახებ. თან ეს საბჭოთა მენტალიტეტი მაინც არ გამქრალა და აფხაზეთის სანაპიროები დღემდე პოპულარულია ძალიან რუსეთში. და უკვე ბოლო წლებია დიდი ხანია მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ჩადის. აქ საუბარი 24 საათიან და მეტი ჩასვლა. წარმოიდგინეთ, ახლა მილიონი ტურისტი რო ჩადის, რაღაცა მინიმალურ ხარჯს ხო ხარჯავს, არ ხარჯავენ ბევრს. ამას სხვათაშორის სკანდალიც მოხდა, ეს დორშირაკის სკანდალს ეძახიან ამას, როდესაც თქვეს რა, ეგრა ტურისტებია ჩამოდიან და დორშირაკს მიერთმევენ, ან ფულს არ ხარჯავენ, ასე დაბალ გადახდის უნარიანი ხალხი ჩამოდის ჩვენთან და ეგრა ტურიზმია. და ამისგან ბოდიშებს მოხდაც მოუწიათ სხვათაშორის იმ ხალხს, ვინც ეს თქვა. ტურიზმიდან არის შემოსული, სოფლის მეურნეობიდან ხდება, მაგალითად ციტრუსების გაყიდვა სეზონურად, სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, აი ხურმა ავიღოთ, ხო? მარწყვი, რაღაცა მიმოზა, რაღაცა სეზონურად. შეიძლება სასაცილოდ გვეჩვენება, მაგრამ ეხლა აფხაზეთი პატარა მოსახლეობა ცოტა და ვიღაცა ეს ან შემოსავლის დიდი წყაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვთქვათ, მაგრამ ეს კი შემოსავალი აფხაზეთის, მაგრამ ესეც რუსეთზეა დამოკიდებული, ხო? რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გარდა რუსეთთან მათი ეკონომიკური აქტივების 80% მოდის აფხაზებზე. აფხაზეთ რუსეთის ურთიერთობის კუთხით, ну დანარჩენი, იმიტომ მას ზღვაზე აქვს გასასვლელი, შეუძლია სხვაგანაც ვაჭრობა, მაგრამ ცხინვალის რეგიონი ტოტალურად განსხვავებული ვითარება, ეს არის ჩაკეტილი ადგილი, რომელიც არანაირი ეკონომიკური აქტივობა იქ არ ხდება. გადასახადების გადახდებაც კი არ წარმოუდგენს, იმიტომ რომ ძალიან პატარა მაღაზიები, რაღაცა ეს დიდი საწარმოები არ არის ერთეული გამონაკლისის გარდა, არის მაგალითად ერთ-ერთი სამკერვალო საწარმო, რომელიც პერიოდულად მუშაობს, პერიოდულად არა, ადგილობრივი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ის არის, რომელიც სამხედრო ტანსაცმელსაც კერავს. მათ შორის ადგილობრივები არიან დასაქმებული. ქვის საწარმოებია, მაგრამ ძალიან მიზერია მათი რაოდენობა და ბიუჯეტი რაც არის, სადაც 8 მილიარდი რუბლია ბიუჯეტი ცხინვალის რეგიონისა, სადაც 90% არის დაფინანსება რუსეთისგან წამოსული. ამას ემატება დანამატები ხელფასებზე, პენსიებზე, იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, ხო? ასე რომ ამ კუთხითაც ვთქვათ რუსეთზეა დამოკიდებული. ენერგეტიკა ამ მუხში ენერგეტიკაზეც არის ყურადღება გასმული, ენერგეტიკის სისტემის გაერთიანება უნდა მოხდეს, ხო? აფხაზეთ ისა, უკაცრავად ცხინვალის რეგიონი გაზს იღებს გასადენით, რომელიც ჯერ კიდევ სხვათა შორის 2008 წლამდე დაიწყო მისი მშენებლობა, 2009 წელს მოხდა, 2008 წლის ომის შემდეგ მისი ამოქმედება. და ეს ცხინვალი ჯავისა და რაღაც რამდენიმე სოფელს ამარაგებს, ჯერ მთელ ცხინვალის რეგიონს არ მოიცავს, მაგრამ გაზი მაგათგან არის. ელექტროენერგია მხოლოდ რუსეთიდან ხდება მის შემოტანა, აფხაზეთისგან განსხვავებით, სადაც მაგალითად ენგურხეთის საშუალებით შესაძლებელია ელექტროენერგიის მიღება რუსეთის გარდა. ხო, ცხინვალის რეგიონში ერთი ელექტრონგადამცემი ხაზია, რომელიც მათ მიეწოდება. ინტერნეტი ავიღოთ, რუსეთთან პირდაპირ კავშირი და მობილური კავშირი. ანუ
ეკონომიკის რაღაც კომპონენტები რისგანაც შედგება ეკონომიკა, ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთის გარეშე იქ არაფერი არ ხდება, ეკონომიკური აქტივობა არ არის, ასე რომ სრული ტოტალური კონტროლია და ფაქტობრივად რა ვიცი, ის არის ნაწილია რუსეთის ნაწილია, იმიტომ რომ რაღაც საკე მუხლებია გამოყენებული რუსეთის ბიუჯეტში, სადაც ცხინვალის რეგიონი, ასევე აფხაზეთიც, მაგრამ ცხინვალის რეგიონი უფრო გაწერილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დოტაციული რეგიონი ამ კუთხით, ხო? ასე რომ ამ შეთანხმების გაფორმება უფრო შეიძლება ვთქვათ რაღაცა ერთგვარი გზავნილი იყოს გარესამყაროს მიმართ, დასავლეთის მიმართ და ოფიციალურ თბილისისადმი, რომ თუ რაღაც ვითარება შეიცვა, აი მაგალითად ვთქვათ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რაღაცა დასავლურ კურსს გააქტიურებს, ან დასავლურ ორგანიზაციებში სტრატეგიული მოთმინებიდან თუ გამოვა. ხო, ეხლა რაღაც უფრო როგორც უსმენთ, ასე ვთქვათ, ოფიციალურ თბილისის წარმომადგენლები ჩვენ გვესმის, რომ ესენი რაღაც ამბობენ, რომ ამ პოლიტიკას ხსნიან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით, იმიტომ რომ მაგალითად 9 მაისში თანხმებაზე ესეთი განცხადება, აი მაგალითად პარლამენტის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო მე არ შემხვედრია, ნუ გამონაკლისი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც კიშინევში გამოვიდა ევროპის საბჭოს მინისტრთა საბჭოს რაღაც სესია იყო ერთ მორიგი, სადაც მის გამოსვლაში ასე ვთქვათ 1-2 წინადადება დაეთმო ამ სტალს, მაგრამ ესე ვთქვათ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მსგავსი განცხადება ნამდვილად არ გაკეთებულა, შეიძლება მე შეიძლება გამომჩარამე, რასაც ვაკვირდები ესეთი ამსმენა, მაგრამ ეს ამას ახსნა თავის დროს, იმიტომ რომ აქ ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთი, იმიტომ რომ ეს დიდი, აგერ ოკუპირებული აქვს რეგიონები, რუსი ჯარისკაცი აღდგას და ჩვენ სხვა რესურსები ამ სტრატეგიული მოთმინებიდან ხო შესაძლოა რუსეთის გზავნილი ეს იყოს რომ თქვენ თუ სტრატეგიულად აღარ მოითმენთ ამას და არ გაღიზიანებს პოლიტიკიდან ჩვენ გაგვაღიზიანებთ შესაძლოა შემდეგი ნაბიჯი იყოს და ეს იყოს თბილისადმი გზავნილი მაგრამ ის ამას შეიძლება მეორე ისიც კონდეს ნაწილი რომ უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე თუ გაგზელდა და თქვა პუტინმა რაც გეგმები აქვს მას ნუ ვიცით ახლა ზოგადად რა გეგმები ჰქონდა უკრაინასთან მიმართებაში ის პირდაპირ ამბობს რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო არ არსებობს ეს არის ხელოვნური სახელმწიფო არც ერი არსებობს უკრაინელი და ნუ მას მიზანი ჰქონდა რომ ეს თუ არ შეიერთებდა სატელიტური სახელმწიფო ყოფილიყო სადაც პრორუსული რეჟიმი იქნებოდა და დონბასი და ყირიმი მაინც რუსეთის შემადგენლობაში დარჩებოდა მაგრამ დანარჩენი იქნებოდა აი სადაც ბელარუსიზაცია ყველაზე მშობლი ფორმით რო ვთქვათ მისი მოხდებოდა მაგრამ თუ პუტინი ვერ მიაღწევს იმ შედეგებს რაც მას აქვს მას შეიძლება რაღაც საგარეო წარმატების ის რაღაც ჭირდება და შეიძლება და ეს გაიყიდოს ხო ბევრი ვარიანტი შეიძლება ჩვენ ვთქვათ ხო იმიტომ რომ ეხლა სხვა ამ შეთანხმებაზე ესე შეთანხმება იყო უკვე დადებული კიდევ ერთ შეთანხმების დადება რომელშიც ეხლა 1-2 მუხლია დავსვდები ეხლა რაც მახსენდება 16 მუხლია სულ და რამდენიმეა სულ რაღაცა კონკრეტიკას რო შევს ერთი არის მაგალითად რომ ცხინვალის რეგიონში შეუძლიათ რუსეთში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ფედერალურ თუ მუნიციპალურ დონეზე ასე ვთქვათ საქმიანობის დაწყება და მათი დანიშვნა შესაძლებელია ეს და რაღაცა ცხოვრების ცენზი იყო ეგ რაღაც დაწესებული ცხინვალის რეგიონში და ამ ცენზს ცხოვრების წესს რატო იყენებდნენ მოკლედ დე ფაქტო პრეზიდენტები თავის კონკურენტების წინააღმდეგ იყენებდნენ იმიტომ როგორც წესი ისინი ხშირად რუსეთში იყვნენ და ეს არ ქონდა ზედიზედ რამდენიმე წელი არ ცხოვრობდნენ ცხინვალის რეგიონში და მათი დაბლოკვა უნდათ რომ მათ ეგრეთ წოდებული არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მაგრამ რუსებისთვის ახლა ვერ ვიტყვი რომ ხელშემშლელი ფაქტორი იყო, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკაში ქონდა ესეთი რაღაც რომ 2000-იან წლებში ორი ადამიანი იყო თორსა მოროზოვი და ბროვცევი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ისინი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრები იყვნენ. ერთი ომის დროს იყო და მეორე საერთოდ დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა, იმიტომ რომ კოკოიტი გადადგა და ვთქვათ ის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრები წლებია უკვე რუსეთის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები არიან. უშუალობის სამსახურის ხელმძღვანელი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო უშუალობის კომიტეტი ქვია ცხინვალის რეგიონში მისი ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ეჭვი რაც შეიძლება გაგვიშვეს ის არის რომ 2027 წელს ცხინვალის რეგიონში არის მორიგი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები და ეს ბარიერი შეიძლება მოიხსნა იმიტომ რომ ვთქვათ რომელიმე რუსეთის მოქალაქე და მივლენილი კადრი დაენიშნოს მომავალ დე-ფაქტო პრეზიდენტად რომელიც ნუ ჩვეულებრივი გუბერნატორის როლში ასრულებს როგორც სხვა რეგიონებში. ახლა რეალურად ახლა ეს დე-ფაქტო პრეზიდენტებიც ახლა კრემლისადმი საკმაოდ მოურჩილები იყვნენ, მაგრამ იცი მაინც ადგილობრივ დონეზე იქ ადგილობრივი ელიტა, რომელსაც კი ეხლა ზოგადი გადმოსახედიდან არ არის ის დიდი ფული, რომელსაც ცხინვალის რეგიონს აძლევენ, მაგრამ ცხინვალში სადაც 35 რეგიონში სადაც 35,000 კაცი ცხოვრობს. ეხლა
რაც რამდენიმე მილიონს როცა დაახარჯებ, ეს დიდი ფულია მაინც. და სულ პრეტენზიები ისმის კრემლიდან აუდიტის სამსახური როცა ამოწმებს, რომ ეს ფული შეიჭამა. არ დაიხარჯა ის ინფრასტრუქტურული პროექტში. და რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება? გზა გაყავთ, საბავშვო ბაღი, სკოლა, შადრევანი, თეატრი გარემონტა, აი მსგავსი ტიპის ისინი სამეცნიერო დაწესებულებები გაკეთა, ხო და ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა ისე, რომ თქვათ იმ შედეგს ვერავინ ვერ ხედავს, ხო? და ამაზე ძალიან ხშირად პრეტენზიები აქვს. ეხლა ყველა ერთი კიდევ გახმაურებული პრეტენზია რაც აქვს და ნუ გაჟონა უკვე და რა ის ნახული, რუსული პენსია, ნუ საკმაოდ ნორმალური ადგილობრივი მაცხოვრებლის თან ადგილობრივი პენსიაც იღებს და პლუს ამისას დამატებულია რუსეთის ფედერაციის პენსია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის, ასე ვთქვათ, რანჟირება ხდება ამის ყველაფრის და ეხლა მოსკოვის დონის პენსია შეიძლება არ არის, მაგრამ ნუ ჩრდილოეთ კავკასიის დონის პენსია მათთვის მაინც საკმაოდ მაღალია. ადამიანი როცა დაიღუპებოდა, მისი ოჯახის წევრი, ასე ვთქვათ, აგზერებდა ამ პენსიის აღებას, ამ მტარის სულები, ძალიან პოპულარული მტარი პენსიონერები, ასე ვთქვათ, კვლავ აგზერებდნენ პენსიის აღებას და ეს ახლა მილიონები დაგროვდა, საკმაოდ დიდი თანხა იყო. ეს იგივე პრობლემა სხვათა შორის აფხაზეთშიც იყო და ამათ მოთხოვეს კრემლიდან, რომ ეს ფული მათ უნდა დაებრუნებინათ და ну, ეხლა ხდება ამაზე საუბარი, რომ რაღაცნაირად დააბრუნოს, მაგრამ ეხლა კითხვა საიდან უნდა დააბრუნოს რომელიც რეგიონი, რომელიც ფლიანი დაფინანსებას რუსეთიდან იღებს, ხო? ამას როგორც ჩანს, რუსეთი გამოიყენებს მის სასარგებლოდ და აი ამ კონტექსტში მინდა თქვა, აი როცა შეზღუდვა რაღაცნაირად მოხსნა, გამოჩნდება რეალურად ეს შეზღუდვის მოხსნა რას ემსახურება, მაგრამ ხელშეკრულება 9 მაისს მოეწერა ხალ და 27 მაისს, ანუ 2 დღის წინა ძალიან საინტერესო დანიშვნა მოხდა ცხინვალში, de facto პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა რუსეთის მოქალაქე. თუ არ ვთქვი, მარად კაბოლოვია მისი გვარი, ახლა შეიძლება გვარი მეშლება, დანიშნა. ვინ არის ეს კაცი? ეს კაცი არის რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში ნამუშევარი კაცი, და გამოსტილი ადამიანი. ჩრდილოეთ ოსეთშია ის დაბადებული, ანუ ეთნიკურად ის ოსია. იყო განათლების მინისტრის მოადგილე. თავის დროზე, რა 3-4 წლის განმავლობაში რუსეთში და სხვა საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა. ბოლოს მუშაობს და ის კურჩატოვის ცენტრში, რომელიც ატომური ენერგიის საკითხებზე მუშაობს. ამ კურჩატოვის ცენტრის ხელმძღვანელი სხვათა შორის მიხაილ კოვალჩუკია, საზოგადოების უფროსწული იური კოვალჩუკის ძმა, რომელიც ვლადიმერ პუტინის პირადი მეგობარი და ანუ ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და გავლენიანი კაცია. ასე ვთქვათ, კოვალჩუკის კადრი დაენიშნა, ასე ვთქვათ, რომელიც პუტინთან დაახლოებულია, მაგრამ როგორც ამბობენ ის სერგეი კირიენკოს თან დაახლოებული ადამიანი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ კირიენკო ატომური ენერგიის სფეროში მუშაობდა და შეიძლება რაღაცა გადაკვეთა მასაც ჰქონდა, შეიძლება გამოჩნდება ახლა, იმიტომ რომ ეს კაცი აქამდე ესეც ცნობილი არ იყო. და ახლა კირიენკოს ნაცნობობა რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ 2025 წლის იანვრიდან სერგეი კირიენკო, რომელიც არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კურატორი. და მისი დანიშვნის შემდეგ რაღაც ვითარება შეიცვალა ამ რეგიონებში, ასე ვთქვათ, კაცრი ხელი დაეტყო ამათ და ამ ადამიანს უფრო მოუხშირ ამ რეგიონებში სიარული. წინა კურატორები, მაგალითად დიმიტრი კოზაკი იყო, მანამდე იყო ძალიან ცნობილი სურკოვი, ვლადისლავ სურკოვი, ხო? ნუ ყველამ იცოდა რომ კურატორი იყო, საკმაოდ გავლენიანი ხალხად ითვლებოდა ეს, მაგრამ ეს ხშირად არ ჩადიოდა რეგიონში, ხა. მარტო სერგეი კირიენკო 2025 წელს, რა ვიცი, მე რაც დავთვალე 8 ჯელა, მე მგონი ნამყოფი, თითქმის რა ვიცი, ყოველთვის ჩადიოდა ეს კაცი და აფხაზეთში ჩარშან არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებსაც კურირებდა და პირველი მოხდა ესეთი რამ, რომ კრემლმა ესე ღია დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატს, ხარი, ადრეც იყო შემთხვევები, უჭერდა, აი მაგალითად ხაჯიბასვის დაუჭერია მხარი 2010 წლებში, მაგრამ ესე ღიად ეს იყო პირველი შემთხვევა. ანუ ამ სერგეი კირიენკომ ძალიან კაცად მოკიდა მას ხელი, მისი კაცი დასვა აფხაზეთში, რომელიც ანგარიშვალდებულია კირიენკოსთან, მაგრამ ცხინვალის რეგიონს რაც შეეხება, იქ გაგლოევი de facto პრეზიდენტი 2022 წელს არჩეული. იმის შემდეგ მისადმი რაღაც გარკვეული უკმაყოფილებები არის, იმიტომ რომ მას მართვის სტილს უწონებენ, არ ფიქრობენ რომ ესე წონიანია, ეს ფულის ხარჯი, რუსული ფულის ხარჯი არ ხდება მთლად რაციონალურად. ორმაგი ასე თქვა დანიშნულები, რაც ნიშნავს, რომ დანიშნული არიან 200 სამსაჯარო უწყებაში. რატო? იმიტომ რომ ისინი კაი ხელფასს იღებენ, ხელისუფლებით და ეს ასე ვთქვათ, შენი გუნდის წევრი შეგლია და ასე უნდა. წარმოიდგინე 2-3 ხელფასს რო იღებ ადამიანი, რომელიც ცხინვალში საკმაოდ ნორმალურ შემოსავალით ითვლებოდა. ეს მოთხოვნა იყო იგივე მარშალ კირიენკოსგან, რომ ეს პრობლემა უნდა გამოისწორებინათ. თან კირიენკო ეს ხშირად არ ჩადის ცხინვალში და მხოლოდ იქ ხდებოდა და რაღაცა როგორც ჩანს ცოტა ნაწყენიც არის და რაღაცა სხვა რაღაცას ამზადებს და გამოჩნდება 2027 წელს აბა წლის ბოლოსში დაიწყება უკვე ეს
ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო კამპანია უკვე ცხენოში, გაგლოვის ფიქრობს იყაროს არ იყაროს კენჭი, მაგრამ გააჩნია ხე კრემლისგან რა იმას მიირებს, ხო? ისიც მამუკა, მე ახ ერთი კითხვა მაქვს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი 2022-მდე აი ამ რეგიონებს შორის იყო გარკვეული კავშირები. ეგრეთ წოდებული ვიზიტები, ჩასვლები, ფინანსური კავშირები, სხვათა შორის ცხინვალის ცენტრალური ბანკიდან ლუგანსკის და დონეცკის მიმართულებით, სხვათა შორის აფხაზეთი არ ფიგურირებდა მან. ისე როგორც აფხაზეთი ნაკლებად, უფრო ნაკლებად, ხო. ესეც საინტერესო, მე მაინტერესებს, აი 22 წლის შემდეგ აი ამ რეგიონებთან, ზუსტად კირიენკოსთან კავშირში და ასე შემდეგ, შეიცვალა თუ არა მიდგომები და დამოკიდებულებები და როგორ ფიქრობ, არის თუ არა ცვლილებების რაღაცა ტენდენცია მოსალოდნელი? ომის შედეგებიდან გამომდინარე მე. ისე ცვლილებები რა, ცხინვალის რეგიონს აღიარებინეს დონეცკის და ლუჰანსკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკები. ამ პოლიტიკის მიზანი იყო, რომ რუსეთი არ აღიარებდა დონეცკს და ლუგანსკს 2022-მდე და ცხინვალის რეგიონი გამოიყენებოდა ერგოლ, ასე ვთქვათ, სატრანზიტო ჰაბი იყო მისთვის, გარკვეული ფინანსური, ასე ვთქვათ, გადარიცხვებისათვის. იცი შენ ახსენე კიდეც, ბანკი იყო, სპეციალურად ბანკი დაარსეს ცხინვალის რეგიონში, ცხინვალში იყო რეგისტრირებული, იმ შენობაში იყო, სადაც, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალური ბანკი მდებარეობდა, ხო? მაგრამ ეს ბანკი საკმაოდ შემოსავლიანი იყო, იმიტომ რომ გადარიცხვებიდან ფული რჩებოდა, ეგ საქონლო საქმესაც აკეთებდა და ერთ-ერთ ტოპ 5-ში შედიოდა გადასახადის გადამხდელის თვალსაზრისით ცხინვალის რეგიონში. მაგრამ აფხაზეთს ესეთი ურთიერთობა არ ქონია. ეს ნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონში სპეციალურად გაკეთა. ცხინვალის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკების აღიარება, ეს იყო მოსკოვის პოლიტიკის ნაწილი, რომ ეს ფინანსური ტრანზაქციები ეწარმოებინა, იმიტომ რუსეთს მაშინ არ უნდა პირდაპირ კავშირი ქონდა, იმიტომ რუსეთის ნარატივი რა იყო, ეს შიდა ომია. ჩვენ არაფერი შუაში არ ვართ, ხო? ეს იბრძვენ უკრაინელები შიგნით რაღაც სამოქალაქო ომია და ჩემი სამხედროები არ მონაწილეობდნენ. 2022 წელს რა თქმა უნდა შეიცვალა ვითარება და ამ აღიარებამ აზრი დაკარგა ცხინვალის რეგიონისა მათი მხრიდან, იმიტომ რომ შეიარდა ხო რუსეთმა ეს ტერიტორიები და ამას უკვე დიდი აზრი აღარ აქვს. ასე რომ ეს პოლიტიკა ამ მხრივ უკვე იმით შეიცვალა, რომ აფხაზებიც ხშირად დადიან იქა და ისინი ჩამოდიან აფხაზეთში. ნებისმიერ ღონისძიებაზე ლუგანსკის და დონეცკის წარმოქმნების ვიზიტი ისეთი თემაა რა, მნიშვნელოვანი. ასევე აფხაზები და ოსებიც მიარმობენ მარტო მებრძოლებს არა, de facto ხელისუფლების წარმომადგენლები მაგალითად ჰუმანიტარული ტვირთებით ჩადიან ძალიან ესეთ ხშირად. ახლა სეზონურად აფხაზეთი და მანდარინი ჩატანა ხდება. გაითათ ეს ამ ყველაზე პოპულარული ამბავია სეზონზე ხდება ეს საჩუქრის და სხვა მხრივ ახლა ვერ გეტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული შეიცვალა, იმიტომ რომ რაღაც ესენ რა გარუნას ახდენ პოლიტიკაზე, ხო? 2022-მდე იყენებდნენ შეიცვალოს, მე არ მინდა რაღაცა ძალიან აბსტრაქტული კითხვა დავსვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გათვლები ხო კეთდება რა ამაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ რომ უკვე მე-5 წელია ომი მიმდინარეობს და უკვე რუსეთის სასარგებლოდ სულაც არ არის ეს ომი, ხო? რა შეიძლება მოყვეს და აი ეს პრინციპი რაც შეიძლება მოყვეს იქნება თუ არა დომინოს პრინციპი შენი აზრით? რა კუთხით ვამბობ, თუ შეიძლება აქაც რაღაც წარუმატებლობა? რა თქმა უნდა, ხო. ის რა ხო ისეთი შეკითხვა ასე ხო ანუ მე მესმის ძალიან მაგრამ ნუ იდეაში გათვლებზე ვსაუბრობთ ხო ანუ თუ კი ცუდად წავიდა ბოლომდე იქ საქმე რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს იქ თუ წავიდა ბავშვი აფხაზეთი და ცხინვალის საკმაოდ მყარად არის წარმოდგენილი ხო ჩვენ აქედან რა შეგვიძლია დაუპირისპიროთ ჩვენ რამდენად მზად ვართ იმისთვის რომ რაიმე გეოპოლიტიკური ფანჯარა თუ შეიქმნა რა შეგვიძლია გავაკეთოთ ხო ამ მიმართულებით და არც ამან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და შეიძლება ცოტა რაღაცა დიჯველობას მოითხოვს და რაღაც ძალიან ბევრი თემის გაშლას ამ კუთხებით და რაღაც სამწუხარო ჩემდა სამწუხაროდ არ ფიქრობ აი მაგალითად თქვა რომ დასრულდეს ახლა ომი უკრაინაში და ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გაფორმების იქ სადაც დღეს არის ასე თქვა ძოლისველი რაღაც არ მაქვს მოულდინო რაღაცა ჩვენ სასარგებლო შეიცვალოს ოკუპირებულ რეგიონებში მოკლებადი ამ პერიოდში იმიტომ რომ რუსეთი საკმაოდ მყარად არის იქ ასე თქვა წარმოუდგენელი ასე თქვა ქართული ოსნების ხელისუფლების გზავნილების საზოგადოება ჩვენ თუ მოვითმეთ ეს შეიძლება დაფასდეს იქ ჩვენ გვახსოვს ხო ბოდიშის კამპანია დაწყებული რაღაცა 2008 წლის ომში წინა ხელისუფლების დადანაუშეულობა თქვა ერთგვარად რუსეთისადმი გზავნილია აი ჩვენ ნახეთ რაღაცა
ვინანიებთ ასე თქო ჩვენ შეცდომებს, ბოდიშაც ვიხდით, გადავიაზრეთ ეს ბატონო ყველაფერი და ეხლა რაღაცა დავსაჩუქრეთ ხო უნდა ამისთვის. 9 მაისს საჩუქარი გამოაცხადეს ხო? და 9 მაისამდეც ბევრი ყველა ჩვენგან როდესაც გავშტების განცხადებები კეთდება, ეხლა ეს ნაკლებად შუქდება, შეიძლება იმ დღესვე ან მეორე დღესვე მაინც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს შეიძლება იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის მოადგილეს რანგში, რომელიც კურატორია, მარია ზახაროვას სახით, ან დეპუტატი, რომელიც აუცილებლად გააკეთეს განცხადებას, რომ აი არაფერს იმედი არ უნდა ქონდეს, ეს შემდგარი ფაქტია. მოსკოვის პოზიცია რა? ეს შემდგარი ფაქტია. აღიარებული ამ საერთოდ არაფერი არ ეშველება. ჩვენ დავიწყოთ, კარგია თქვენ რასაც აკეთებთ, კარგია, მოგწონს ყველაფერი, სწორი გზით მიდიხართ, აი გვაქებენ კიდეს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით, ნუ ცინიზმის რაღაც განსაკუთრებული ხარისხი აქვს ამ კუთხით, მაგრამ ამას უნდა მოყვეს აღიარება და იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერა თავდავსხმელობის შესახებ, რომ თქვენ ასე ვთქვათ, ხელს მოაწერთ დოკუმენტს აფხაზეთთან ოსებს, რომ თავს არ დაესხმებთ. ანუ მოლოდინი იმისა, რომ აი სხვაგან რამე შეიცვლება, ჩვენთანაც ავტომატურად შეიცვლება კონფლიქტების კუთხით, გულწრფელად გითხრათ, მე მოკლევადიან პერსპექტივაში არ მაქვს, იმიტომ რომ ვერც ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ვხედავ, ნუ შეიძლება აქვს მას პოლიტიკა და ჩვენ ვერ ვხედავთ გარედან და ეს ისე სფერო, რომ ზოგიერთ შეიძლება რაღაცა კადრს მიღმა ხდება და კულისებში ხდება, თორე რაღაც მეჭვება პირადად მე, მაგრამ შესაძლოა რაღაცა ხდება. მაგრამ ნუ ამის ილუზია ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ვართ ფიქრობზად და არც იქ არსებული ვითარება ამისთვის მზად. აქ მინდა ვთქვა, რომ 2002 წელს, როდესაც დაიწყო ომი, ეს ის პერიოდია უკრაინაში, როდესაც ძალიან ოსები წავლიდნენ ძალიან ბევრი, აფხაზებიც მიდიან იქა და საქართველოს ასე ვთქვათ ხელისუფლების და ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებული რუსეთთან ძალიან დათმო, ხო? იგივე სიტყვათა ასე ვთქვათ წყობა როგორც იყო ეს მოსკოვისთვის მისაღები იყო და დღეს ჩვენ მოსკოვსა მუდმივად შექებებს ვიმსახურებთ, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლება ნამდვილად ამაზე იმსახურებს და შიში გაჩნდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმისა რომ ხუარ გაცვლის ასე ვთქვათ თბილისის ერთგულებას ცხინვალსა და აფხაზეთს. იყო ამას საუბარი, აი მე არაერთი იმისთვის მომისვენია ასე ვთქვათ პოდკასტისთვის რაღაც საუბრისთვის სტატია წამიკითხე ამ შეკითხვაზე და განსაკუთრებით პოპულარული იყო სხვათა შორის ფედერაციისა და კონფედერაციის თემა. იქაურ პრესაში და რუსულ პრესაში გაჩნდა იდეა, რომ აი თბილისი რო ესე კარგად იქცევა, მოდი ხوار დავეხმაროთ გადაწყვეტაში და აი კონფედერაციული მოდელი გადაწყვეტ. სიმართლე ძალიან ბუნდოვანია თავად ეგ საკითხის, მაგრამ ნუ აი კონფედერაცია რო გესმის, უკვე იმას ფიქრობ, რომ რაღაც გადაწყვეტის გზა, მაგრამ ეს რას მოითხოვდა, რომ ასე ვთქვათ, სამი სუბიექტი იქნებოდა ამ სახელმწიფოში, რომელსაც მე გასვლის საშუალება ექნებოდა, ხო? მაგრამ რუსეთში კონკრეტულ გაზეთებში ვიყო ჟურნალისტებმა დაწერეს ამ სტატია, მთელი ნახაზები გააკეთეს ამის და მოდელები სამოქმედო გეგმები გაწერეს, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, იმიტომ რომ თბილისი იმსახურებს ამასო და ცხინვალში და სოხუმი ძალიან შეშინდნენ ამაზე. და თქვენს რომ შესაძლებელია მათ ასე ვთქვათ, მთელი საქართველოს მიღების მიზნით მან ასე ვთქვათ, ცხინვალი და აფხაზეთი დათმოს. აი ცხინვალში მახსოვს ერთ-ერთი პოდკასტი, როდესაც ამბობდნენ, შოკირებული იყვნენ, აი ეს რაღაცა რეალური საფრთხე გონდა, მაგრამ დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ჩვენ ამდენი ოსი ვიბრძვით ეხლა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. ჯამში აი მახსოვს ნათქვეს რიცხვი 20,000 კაცი ვიბრძვითო და ეგეთი რომ 20,000 კაცი დაბრუნდებაო და ამას შეეწინააღმდეგება ამ ბრძოლას. მაგრამ ბოლო პერიოდში სიმართლე გითხრა შენელდა მსგავსი რაღაცები, შიშები განელდა ის რაც 2022-ში 23-ში იყო და ეს შიშები მე ვეღარ შევამჩნია. მაგრამ როგორც ჩანს ისინი დაარწმუნდნენ და დაარწმუნდნენ რომ მოსკოვი არ აპირებს აფხაზების და ოსების გაყიდვას. ეხა ერთიც უნდა გითხო, იმიტომ რომ დასასრულისკენ რო წავიდეთ, ოჩამჩილის ღრმაწლოვანი პორტი, ნუ აეროდრომი რო არის იქ ვიცით, ეს ფრენები რო ხორციელდება ვიცით, მაგრამ ინფრასტრუქტურული სამხედრო ინფრასტრუქტურა რამდენად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ არ არის რუსეთში ფინანსური მდგომარეობა სახარბიელო, აქვს თუ არა ჯერ კიდე რესურსი, ან შენ შეგინიშნავს თუ არა, თუ არის რამე დაკვირვება იქ რაღაცა მოძრაობების ამ მიმართებით. ხო, ეს ისეთი კარგი თემაა და დიდ ყურადღებას იპყრობს, რომ ერთხელ თქვენს რომ ოჩამჩირის სამხედრო პორტი უნდა აშენდესო.
ამის შემდეგ რაღაცნაირად ვაკვირდებით იქ რა ხდება მართულებით, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ რესურსი შესძულია, ჩვენ ღია წყაროებით შეგვიძლია მუშაობა მასთან დაკავშირებით. მაგრამ დღეს ღია წყაროებითაც კარგად შეიძლება მუშაობა, იმიტომ რომ არაერთი კადრი იდება და ინფორმაცია იდება ამის შესახებ და ასევე ასე ვთქვათ უცხოელების მუშაობა როგორც ჩანს ამ საკითხზე, იმიტომ რომ რაღაცა შემოხვედრია მაგალითად სატელიტური სურათები იქ არსებული ვითარებას და თუ ჩვენ ამის ასე ვთქვათ სხვადასხვა ღია წყაროში მოპოვებული ინფორმაცია შევაჯერებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ რაც განაცხადეს, რომ იქ სამხედრო მუდმივი ბაზირების, ვთქვათ, რომ ესეთ ფორმულებაზე იყო, მუდმივი ბაზირების სამხედრო პორტი უნდა ყოფილიყო. ისა რამაც კითხვების გააშინა სხვათა შორის თუ რას გულისხმობდნენ ამაში. მაგრამ ამის შემდეგ ნამდვილად მოხდა იქ ინფრასტრუქტურის ცვლილებები, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ რაღაცა ამის გამოყენება არ გამოიყენება, ხო? რა თქმა უნდა, რასრულებები მოხდა, ხო? ჩვენ თუ დავხედავ თვითონ ამ პორტის სატელიტურ რუკებს, რომელიც რაღაცა წლების მიხედვით შეგვიძლიათ ეს რაღაც ძალიან ღია წყაროებს ძალიან მარტივად შეგვიძლია ყველა მოიპოვოს, ვთქვათ, იქ რაღაცა სანაპირო ზოლი რაღაცა ჩამოჭრილია. რაც ასე ვთქვათ, გვაფიქრებინეს იმას, რომ ვთქვათ, გემის შესრულება გაადვილეს. ხო, აშენებულია რამდენიმე ნაგებობა, მაგრამ ჩემი ვარაუდით და სხვა ადამიანის ვარაუდით, ვინც ამ თემაზე მუშაობს, როცა ჩვენ უსვით აზრებს, ვფიქრობ, ეს ეკონომიკური აქტივობისთვის არის უფრო გაკეთებული. ოჩამჩირის პორტი ისედაც ძალიან პატარაა, იქ ღრმაწლოვანი პორტი გააკეთო, რომელიც ისეთ გემებს მიიღებს, რომელიც ნოვოროსიისკში და ასე ვთქვათ, სევასტოპოლში ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარება დაგჭირდა და ეს ფლათეს შეუმჩნევლად ვერ მოხდება. რაც ვიცი და რა შესამჩნევია, სამი ნავმისადგომიდან ერთში ჩატარდა რეაბილიტაცია, ოღონდ ეს გამოიყენება, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ტვირთების, ასე ვთქვათ, და არასამხედრო სამოქალაქო ტვირთების ჩატვირთვა, გადმოტვირთვის და ასევე აშენდა საკონტეინერო ტერმინალი პორტიდან 500 მეტრში, გლიანდაგიც გაიყვანეს. ეს ტერმინალის სურათები, რა ვიცი, მოპოვებადი, ამის ნახვა შეიძლება, სადაც მას შეუძლია 1200 კონტეინერი დაეტიოს საკა და ეს რისთვის გამოიყენება ტვირთების ტრანსპორტისას. აი ეს არის უბრალოდ საინტერესო შეკითხვა. სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განვითარდა, მაგრამ რა ხდება, რაღაცა სხვა ვითარდება, ხო? რა შეიძლება ჩვენ ვიეჭვოთ, ხო? ჩვენ არ გვაქვს ახლა სრული კონტროლი, ეს არის ოკუპირებული რეგიონი და ეგრეთ წოდებული შავი ხვრელია. 2022 წლის შემდეგ, მას შემდეგ რა რუსეთზე სანქციების მასშტაბები გაიზარდა და რაღაც ახლა 21 პაკეტზეც მუშაობენ, ხო, რაღაც ულმუდმივად რაღაცა ემატება. რუსეთი ფიქრობს, რომ რაღაც სანქციების გვერდის ასწავლებლად ალტერნატიული გზები მოძებნოს. მე ვფიქრობ, ძალიან პატარაა აფხაზეთის ტერიტორია, არ არის ისე დიდი მასშტაბური, მაგრამ როდესაც შენ ხარ ასეთ მასობრივი სანქციების ქვეშ, ნებისმიერი შავი ხვრელი შენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ თუ შეგიძლია რაღაცნაირად გვერდი აუარო, იმას გამოიყენებ თუნდაც მცირე მასშტაბიანი არალეგალური, ასე ვთქვათ, საქმიანობისთვის. რკინიგზის ხაზი არის რეაბილიტირებული, რომ ცოტა მეტი ტვირთი იყოს გადაზიდებული, თუმცა თავად რკინიგზის ხაზს გაცილებით მასშტაბური რეაბილიტაცია ეჭირდება, რომ სერიოზული სატვირთო გადაზიდები იყოს. ოჩამჩირის პორტში ჩატარდა რაღაცები გარკვეული საქმიანობა და ეხლა ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ რაღაც რა შეიცვალა. ბოლო 5 წლის განმავლობაში რკინიგზის შემოსავლები და სხვათა შორის საზღვაო ტვირთბურნაც გაიზარდა. ხა მაგალითად ესეთი მონაცემები გამოქვეყნდა, რომ 2025 წელს მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა აფხაზეთში რკინიგზის საშუალებით. წინა წელთან შედარებით სადღაც 20-30% მეტი იყო ეს ყველაფერი. ეს ზრდა, აფხაზეთის რკინიგზის მონაცემები, ნუ რაც მათქვეყნობით ახლა ჩვენ რასაც აქვეყნებენ, შემოსავლები იზრდება ყოველწლიურად. ანუ იქ რაღაც ეკონომიკური საქმიანობა წარმოებს. და ეხლა თუ ვიტყვით, რომ ახლა და ეს ფაქტია, ახლა აფხაზს არ აქვს, ხო, რაღაც საწარმოები ქარხნები, რომ არაწარმოების პროდუქციას რომელიც შეუძლია გააკეთოს, ხო? კითხვა ის ვინ შეიძლება შედიოდეს, ხო? იქ რაღაც სხვა ქვეყნები არის, სხვა ქვეყნებს არ აქვს აღიარებული. დიდი ვარაუდით ეს არის რუსეთს მიერ ტრანსპორტირებული ტვირთი, მათ შორის სხვათა შორის ქვანახშირზეა საუბარი, დონბასის ქვანახშირზე, რომელიც ოჩამჩირე ჩადის და ოჩამჩირის პორტიდან შემდეგ გადის ღია ზღვაში, გაურკვეველი მიმართულებით, რომლის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ცნობები, იმიტომ რომ ოჩამჩირის პორტს ასე ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ და ნუ უამრავი ადამიანი და კერძო მეწარმეა, ახლა მე არ მომფ რომ რაღაც სახელმწიფოები არიან ჩართული, მაგრამ კერძო მეწარმეები ამ არალეგალურ საქმიანობაში არიან ჩართული. ახლა იგივე თევზჭერაში ნამდვილად ვიცი, რომ თურქული გემებია ჩაბმული აფხაზეთის სანაპირო ზოლში, ისინი ეგრეთ წოდებულ ლიცენზიებს ყიდულობენ და იქ თევზაობენ, ასე ვთქვათ. ასევე თუოთ აფხაზების მონაცემებითაც კი სადღაც 10%-მდეა თურქეთთან ვაჭრობა. მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, თურქეთთან ოფიციალური ვაჭრობა, მაგრამ ცალკეული გემები ახლა თურქეთი დიდი სახელმწიფო, დიდი სანაპირო ზოლია,
ბევრი პორტი აქვს და ძალიან ბევრი პატარა კომპანია, რომელსაც პატარ-პატარა გემები ყავს. ახლა აფხაზზე დიდი გემებიც არ შედიან, ზედმეტად პატარა გემები შედიან. ეს პატარა გემები რაღაცას მცირე მასშტაბიან ვაჭრობაში არიან ჩართული, თან არ დაგვაუწყეს, რომ თურქეთში ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, მოხაჯირებს ამოვალი ცხოვრობს, ეს ნათესაური კავშირები მაინც არის შენარჩუნებული და ვიღაცები ასე ვთქვათ, რისკავენ ამ კუთხით, რომ ეს საქმიანობა აწარმოებენ. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ნამდვილად შემიძლია ასე ვთქვათ, თამამად თქვა ეს, რომ ამ ეტაპისთვის ოჩამჩირის სპორტი არ გამოიყენება იმ სამხედრო დანიშნულებით, რის შესახებაც განაცხადეთ რუსებმა, თორე 2009 წლის შემდეგ ის რუსეთის უშუალოდ ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს საზღვაო კონტინგენტი არის. იქ სადა 10-მდე კატარღა, რომელიც საზღვაო პერიმეტრის კონტროლს ახორციელებს და ჩვენ თუ სატელიტურ რუკას შევხედავთ, ნახავთ, რომ ერთი ნავმისადგომი განკუთვნილია სწორედ რუსი სამხედროებისთვის, მათთვის პატარა ქალაქიც არის იქ აშენებული, რამდენიმე კორპუსია და მათი ასე ვთქვათ, კატერებიც არის. მაგრამ მინდა გითხრათ 2022 წლის შემდეგ ერთ საინტერესო ის იყო, ერთ-ერთი გემი ნოვოროსისკიდან ჩამოვიდა რაღაც 2 დღით ეს ხო უფრო სამხედრო საბუქსირო დანიშნულება ჰქონდა ამას არ იყო თქვათ მთლიანად რაღაცა სამხედრო გემი მაგრამ ხო რაღაცა სხვა ტიპის გემი იყო მაგრამ ნუ მაშინ ჩაითვალა რომ ეს რაღაცა ის მოხდაო მაგრამ მაგ კონტექსტში ასევე საინტერესო ისაა რომ რატო აღარ ღირს ოჩამჩირი პორტში აშენება ხო გასული წლიდან განსაკუთრებით წელს მარტის თვე იყო ამ უფრო გამორჩეული ну დრონების შემოსევა ფიქსირდება ეგრეთ წოდებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეში. ამ დრონების სამიზნე არის საბოლოოში ადლერი და სოჭი. გასული წლიდან დაიწყო ეს დრონები, ხო? ეხლა პირდაპირ ასახელდება საიდან, მაგრამ დიდი ალბათობით ყველა მიცით, რომ სავარაუდოდ უკრაინული დრონები იქნება, რომელიც რუსეთის სამხრეთს უტევს, სოჭი და ადლერი ხშირი სამიზნეა და ხდება აფხაზიდან შემოტევა. ეხლა მარტში მოხდა, სადაც 30-მდე დრონი დაფიქსირდა, რომელიც აფხაზეთის საჰაერო სივრციდან შევიდა და მათ შორის ერთ-ერთი რაც დადასტურებად თვითსა და ჩამოვარდა, ეს არის ოჩამჩირის რაიონი. ოჩამჩირის რაიონი ეს არ არის თულად რუსეთის საზღვარი. სამხრეთშია ცოტა საქართველოს საზღვართან კიდევ უფრო ახლოს აღარ მახსოვს სოფელი ერთ-ერთ სოფელში ჩამოვარდა და მოსახლეობა გააფრთხილეს კიდევ ფრთხილად იყვნენ ამასთან დაკავშირებით არ მივიდნენ გამოგვიძახონ ეგრევე იმიტომ რომ შემდეგ ამას განცხადება გააკეთა თქვა დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ადრეც იყო დრონები რომ ამდენი არ ყოფილოდა თქვენი დაპანიკება არ გვინდოდა მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი შემოვიდა იმიტომ რომ სანაპირო ზოლიდანაც ჩანდა ესა და ხალხი უყურებდა და რაღაცა მტყვიან ქვევებით რაღაცებით რან ესეთი სასწრაფო კადრი იყო ებრძოდნენ ამ დრონს რომელიც ღვიდან შემოდიოდა ანუ რაღაცები დაეცა რაღაცა შევიდა ტერიტორიაზე ეს რას ნიშნავს რომ თუ ეხლა ოჩამჩირეში აფხაზეთის საჰაერო სივრცეში შემოდის ხო ბუნებრივია ეს ოჩამჩირის პორტში ძალიან მარტივად შეძლებს ხო სავარაუდოდ შესვლა ასე რომ რუსებმა როგორც დათვალეს დაწონეს და ეს არა მარტო ფინანსურად არამედ სხვა კუთხითაც რაღაც სამხედრო კუთხითაც არ არის მიზანშეწონილი იმიტომ რომ ახლა ნოვოროსისკის პორტი არ არის დაცული ნუ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე პორტები ვიცით რომ არ არის დაცული ნოვოროსისკის პორტი ძალიან დაუცველია და ახლა ოჩამჩირის პორტში ამ ხელა ფული ჩადონ თან ახლა ძალიან პატარა პორტია თან ამასაც ბევრი დრო ჭირდება ახლა ორ დღეში ხოლმე რა აშენებენ არა ძალიან დიდი საქმე ჭირდება ამას და თან ახლა თუ ახლა რამდენიმე თან საზღვაო დრონებს თუ დაემატა ამას და მოვიდა და ახლა შენ ჩაგეძლე რა თქმა უნდა ამ ხელა ხარჯი ალბათ ყოველდღე გაუმართლებელი იქნება მამუკა, ძალიან დიდი მადლობა, მამუკა გახართ ჩვენთან ერთად და ვსაუბრობთ კონფლიქტებზე, დარჩით, გამოიწერეთ არხი და იაქტიურეთ. დროებით.